ეს გაჩერებული წამი მთელი ისტორია, საუკეთესო წუთების და მოგონებების ასახვა. ეს გიგლა ნაჭყებიასთვის მთელი ცხოვრება. ეს სურათი ჩემი ბავშვობის სურათი არის. ჩემი აზრი მასალებელთან ერთად, ჩემი მეგობრებთან ერთად. ეს უკვე ჩემი ხელოვნების პიკი ქვია რა. ავსტრალია 79 წელი. ამიერკავკასიის ჯარების ანსამბლის სახელით ვიყავით. იმიტომ ფორმა მაცვია. ეს არის ავღანეთი, ომი რო იყო, მაგარი ომი გაგანია. იქ ქართული ცეკვა და ქართული სისხლი ჩავიტანე. რიტმ საყოვილმა ცხოვრებამ მთავარ სიყვარულს ცეკვას მიაჯაჭვა. მას შემდეგ 9 საუკუნეზე მეტი გავიდა და გიგლა ნაჭყებია ისევ ქართული ცეკვით ცხოვრობს. ისტორია, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, პირველ კლასში დაიწყო და დღემდე იწერება. ბავშვობიდან მიყვარდა რაღაცა სოფელში, სახში, რაღაცებს კონცერტებს დგამდი ვითომ ბავშვური, რომ არც მესმოდა ქორეოგრაფია. მაგრამ ამ დროს ჩამოვჯდა ჩვენთან ანზორი გორამაძე. პირველ კლასიდან, ასე რომ ვთქვათ, სკოლაში რო შევედი და ჩამოვაყალიბა იქ ანსამბლის ჯგუფი, სულის ჩამდგმელი და ჩემი სისხლის მომწამლელი არის ანზორი გორამაძე. ასე გახდა ქართული ცეკვა მისი იდენტობა, ყოველდღიურობა, ფიქრი, რომელიც სულ თანსდევს და სიყვარული, რომელსაც გიგლა ნაჭყებიას ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დავამთავრე ქორეოგრაფიული სასწავლებელი, უკვე ყალიბდები ხელოვნად მოცეკვავეთ. ჩემმა კარგმა მეგობარმა, რო ვამთავრებდი სასწავლებელს, ამიერკავკასიის ჯარების ანსამბლში ცეკვავდა. ხო და უნდოდა იქიდან რომ დაამთავრა ჯარი წამოსვლა, ხო და უნდა ეპოვა ვიღაცა რომ მიიყვანა მის მაგივრად იქა. და შემხვდა და შემთხვევით ასე ხوار გინდაო ჯარი, მოიხადო აქ თბილისში რუსთაველზე იყო ოფიცერთა სახლი და მოიხადო ვისარუნდა ეს ჯარის მოხდა. რაღაცა გაციმბირებდნენ ზოგიერთს სადარუშვებდნენ. აგე ჩემს საქართველოში, ჩემს თბილისში, და გავესინჯე, მიმიყვანა იმ ანსამბლში და მიმიღეს. ჯარის შემდეგ დამტოვეს ანსამბლში, შეუგდექი ქორეოგრაფულ მოღვაწეობას. ამიერკავკასიის ჯარის ანსამბლი იყო სამჭედლო ქორეოგრაფების. არასდროს დაავიწყდება სცენაზე გატარებული წუთები. ახსოვს ყველა ემოცია და რაც მთავარია, საკუთარი გულისცემა, ცეკვის რიტმებს აყოლული. რომანჯა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება 85 წელში. მაშინ 28-29 წლის ბიჭი ვიყავ. ჩემზე ახალგაზრდა საქართველოში ასე წოდება არ მიუნჯე. ისეთი აღტაცებული ვიყავი, გამოაცხადებდე რა. საქართველოს რაღაცა სხვანაირი ის ჰქონდა. ჟილკა ცეკვისა და რასაკვირველია რაღაცა სენის. მისთვის ქართული ცეკვა შინაგანი გრძნობების გადმოცემა, ადამიანებთან მთავარი სასაუბრო ენაა. თქვენი ცხოვრება ამ ყველაფრის გარეშე წარმოგიდგენიათ? აი ნამდვილად მე მგონი ცოცხალიც არ ვიქნებოდი რა. ესე ხომ არ გვტარისული. აი გვტარისული ვიქნებოდი მე რამდენი წელი გავიდა? 9 საუკუნეზე. 9 საუკუნე. ესე იგი 9 საუკუნე და კიდევ მინდა ცეკვა. გენეტრებათ სცენაზე გამოსვლა? თითქმის სიზმრებში ვხედავ ხან და ხან ახუტები დავფრინავ ვითომ. რაცა ნახტომში და იმაში და აი რაღაცა სუნიც ხანდახან სიზმარში მცემს რა იმ სცენის და იმ ოფლის. იყო სირთულეებიც, მაგრამ ყველა სირთულეს პროფესიის სიყვარულმა აჯობა. დღეს ამ სიყვარულს ბავშვებს უზიარებს. როცა მოსწავლეებთან დარბაზში შემოდის, გრძნობს, რომ ისევ ის ახალგაზრდა ბიჭია. გულის ცგერა კი ისევ ქართული მუსიკის რიტმსაა აყოლილი. როგორ მოხვდი საერთოდ კახეთში? მე მყავდა მუსიკოსი, შესანიშნავი მუსიკოსი იყო, თბილისში მუშაობდი მაშინ, უკრავდა ჩემთან და მისი თხოვნით, დაჟინებული თხოვნით, ასე რომ ვთქვათ, ჩავმიყონა თოხლიაურში. იქ შევქვენით ანსამბლი, ნელა-ნელა რაღაცა
მივაღწიეთ, გაიზარდნენ უკვე ისინი, თაობა წავიდნენ, და მე აი ამ სოფლის, ბადიაურის სოფლის, რა ვიცი, დაჟინებით, მომიწვიეს აქ. ბადიაურში უკვე 10 წელია, წელს მაისში 10 წელი ვისრულდება. პროფესიის და ბავშვების ერთგულია. ამ ერთგულების შედეგია ის, რომ კვირაში 3 დღე კახეთის ამ სოფელში დადის და ქართულ ცეკვაზე შეყვარებულ თაობებს ზრდის. ტრაბახი და იმით ნუ გამიგებთ და იყო აქ როგორ არ იყო, მაგრამ დიდხანს ვერ ძლევდნენ. გარბოდნენ ქორეოგრაფები, ზოგი სად, მაგრამ მე რო დავბრუნდი, რომ გაიგენ, ძალიან ბევრი აქ არის სოფლები გვაქვს ირგვლივ, ყანდაურა, ზიზგული, აგერ შიბლიანი არის ბოლო, აგერ ამ რაიონის საგარეჯო შენ ბოლო სოფელია, იქიდან დადიან. ბავშვებთან ურთიერთობა ეს უბრალოდ რო ვთქვა, არა? იგივე ბავშვი ხდები, ეს სიცოცხლეს მეხანძლივებს და რა ვიცი, ალბათ მისე რო ყოფილიყავით ცეკვის გარეშე, ალბათ სკამილე ვეღარ ავსგებოდით დღეს. ისე და ეს ყველაფერი, რა ვიცი, ასე მაკეთიშობილიას. ცეკვამ ბევრი რამ შეაძლებინა, თუმცა ეს ისტორია აქ არ სრულდება. წლების შემდეგ, სანამ ისტორიის ბოლოს წერტილს დასვამს, თავისუფლად იტყვის, რომ გიგლა ნაჭყებია საკუთარი ცხოვრება ქართული ცეკვის სიყვარულს მიუძღვნა.